გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო მოვიდა დრო ახალი განხილვის უკვე საკმაო რაოდენობის გაუხსნელი თამბაქოები მომიგროვდა გარკვეულ რაოდენობას კანდიდატი მაქვს ეხლა ვიდეოს რო ვიწერ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელს გავაკეთებ მაგრამ რა თქმა უნდა უკვე დამონტაჟების შემდეგ და უკვე რო გადის თქვენ უკვე სათაურიდანაც მიხვდებოდით უკვე რომელი ავირჩიე მაგრამ აი ეხლა ჯერ ამ არჩევანის პროცესს და კანდიდატებს გიჩვენებთ. ეხლა მე მაქვს აი ორი კორნელინ და დილის ნაწარმი. ესენი ვირჯინიები არის. ორივე არის აი არ ვიცი საუცხო და ძალიან ცნობილი, ძალიან ლეგენდარული მწველებში და აი ესეთი მახასიათებლები აქვს განსაკუთრებით აი ამას ბიჯო და რაღაც ჩვენებურად ბიჯო აი ესეთი სახელი აქვს და აი უნიკალური ამაში ის არის რომ ეს არის 2026 წელი გვაქვს ხო შეფუთვაც არის 2026 წლის მარტში არის შეფუთული ახლა ეს კოლოფი მაგრამ 2003 წლის ვირჯინიით არის დამზადებული ესე იგი 2026 23 წლის წინანდელი ვირჯინიით არის დამზადებული და ამბობენ რომ არის ფანტასტიკური და კანდიდატები ეს ორი არის ვირჯინიები კორნელინ დილის როგორც გითხარით ორთავე საუცხოა გაგიჭირდება არჩიო რომელი და მეორე მხარეს სასწორის არის ინგლისური ნაზავები მე როგორც გითხარით რომ ძალიან მიყვარს ლატაკიური ინგლისური ნაზავები ეს არის სემუელ გევიდის perfection ესეც შეფუთვაში ესეც ძალიან ცნობილი ძალიან აი როგორ იცი თავისებური და უნიკალურია უნიკალურ რით ლატაკიური ნაზავია ინგლისური სტანდარტულ ჩამონათვალს გეტყვით ახლა აქ არის ლატაკია ვირჯინია კევენდიში ან ორიენტალები რაღაც რაოდენობით, მაგრამ ყველა სხვა ინგლისური ნაზავისგან განსხვავებით, ამაში მცირედი ვანილიც არის დამატებული და აი თითქოს რაღაც ისე ჟღერს, ხო, სად ლატაკიური ნაზავი და სად ვანილი, მაგრამ ამბობენ რომ ეს იმდენად დაბალანსებულია, რომ რაღაც საუცხოო ფანტასტიკური გემოს იძლევაო. და ასეთივე ცნობილი და ასეთივე ლეგენდარული PLG-ის ნაწარმოები მალტეზე ფელკონ, ანუ მალტიური მიმინო, ხო? მიმინო თუ შევარდენ, მგონი მიმინო. ინგლისური ცოდნება უფრო გამისწორონ შემდეგ. ნუ GLP უბრალოდ PLG მეთქი. GLP-ის ნაწარმოები, ნუ ამ მასე რა უნდა გითხრათ. ესეც რაღაც ძალიან თვითყოფადი და სასწაული ნაზავია, სხვათა შორის არის აქტიურ ბრძოლაში პეტერსონის ნაითქაპთან და ცნობილმა იმიქსჩერთან ნუ ძალიან გაყოფილია მწველების რაოდენობა და ზოგი აი ამას აყენებს პირველი გზა ეს არის თამბაქო რომელიც იბრძვის პირველობისთვის ინგლისურ ნაზავებში თან სიმართლე რო გითხრათ GLP-ის ნაზავების ის არ გვაქვს ჩვენ გაკეთებული და მე მგონი მაინც მოკლედ ბევრი რო აღარ დაგღალოთ მაინც თითქოს აი მისკენ მაინც ვიხრებოდი და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ხო ეხა ვიღე ეს გადაწყვეტილება რომ მე მგონი აი ამას გავხსნით და აი ამას დავაგემოვნებთ მალტიურ მიმინოს ან შევარტენს რატომ ეხა იცით როგორი პირადად ჩემ გამოცდილებას გეტყვით და შემდეგ გადავალ აი სოფლიო გამოცდილებაზე რომელიც აი ამ სხვადასხვა შეფასებებში არის მოცემული მე ისე მოხდა რომ როდესაც თამბაქოს აი ამ სამყაროში დავიწყე მოგზაურობა შემდეგ აი წამოვიდა ინტერნეტი და ინტერნეტით უკვე დავიწყეთ ხო გავეცანით ვეცნობით სხვადასხვა ნაზავებს აღმოვაჩენთ რაღაცას შევიძენთ ვიღაცის რეკომენდაციით ყიდულობთ ვიღაცის რეკომენდაციებს უსმენ და იმის შეხედვით ყიდულობთ რატომღაც ერთ-ერთი უცხოელი
მიმომხილველი ამერიკელი არის, რომელიც მე ძალიან მომწონდა, ძალიან მის აზრს უჯერებდი და მიყვებოდი. მის რეკომენდაციებს ძალიან ხშირად, აი ძალიან ნეგატიურად იყო დამოკიდებული საერთოდ GLP-ის ნაწარმოებთან და კონკრეტულად აი ამ ნაზავთან მიმართებაში და ერთ-ერთ იმაში განხილვებში ვნახე, რომ აი ეს ასე ამოიღო, ეს ნაგავი გადააგდო, ის ნაგავი გადააგდო და აი მეც ჩაამრჩა ესეთი რაღაცა, რომ GLP და კონკრეტულად აი ეს ნაზავი, არაფლად არ ვარგია. და შემდეგ წლების შემდეგ გავიდა წლები და მე GLP-ის ნაწარმს არც გავკარები ვარ, იმიტომ რომ თვლიდი რომ ეს არ იყო ნაწარმი, იყო ძალიან დაბალი ხარისხის, მაგრამ როდესაც გავეცანი რაღაც ლიტერატურას, ვიდეოებს, დღეს უკვე 21 საუკუნეა და ძალიან ბევრ განხილვებს, რაღაცა საუცხოო შეფასებები ქონდა GLP-ის ნაზავებს, უფრო ლატაკიურ ნაზავებს. ანუ წებელებში ასე ითვლება, რომ ვირჯინიულ ნაზავებში ძალიან ძლიერი არის კორნელენდილი და მას ფაქტიურად არ გამოდის ლატაკიური ნაზავები და ლატაკიურ ნაზავებში, ბრიტანულ ინგლისურ ნაზავებში, რომელიც უფრო ლატაკიურია, ბადალი არ ყავს GLP-სო. და კონკრეტულად აი ამ ნაზავზე რო წავიკითხე ანოტაცია, რო წავიკითხე და ვნახე განხილვები, აი შოქში ჩავარდი, რომ ეს როგორ ესე დამეკარგა და როგორ არ გავსინჯე ესთამბაქო მეთქი. ისეთი შეფასებებია, არ ვიცი, აი ამოწერილი მაქვს და რო წაგიკითხოთ, ხო, მაშინ ჯერ დავიწყოთ, როგორ რისგან არის დამზადებული. ეს ნაზავი არის აი რა თქმა უნდა, კვიპროსული ლატაკია არისო, მაგრამ საუცხო, ახლა ყველა მწარმოებელი ამას საუცხო ხარისხის არის, ახლა რომელ ანოტაციაში ნახავთ, რომ ჩემთან ახლა ცუდი ხარისხის ლატაკია არისო, მაგრამ ერთია რომ მწარმოებელი წერს ამას, მაგრამ მე სულ ყველა თუ შეფასებებს იმას ნახავთ, ყველა ამას რაღაც საუცხო ხარისხის და რაღაც საუცხო გემონური თვისებების ლატაკიაო, იმიტომ რომ აქ ეთყვა ფერმენტაციაშიც რაღაცა გაცხელებულიაო, შემდეგ რაღაც გაგრილებული, დაპრესილი და რაღაც საიდუმლოებები აქვთ. და გრეგორი პის კიდე თავისებური, გრეგორი პიზი არის GLP-ის ერთ-ერთი წამყვანი ბლენდერი. და ეს გრეგორი პისაც რაღაც მისი საიდუმლოებები აქვს, ძალიან ცნობილი კაცი არის აი ამ სამყაროში და აი ეს მალტიური კვიპროსული ლატაკია შერეული არისო ძალიან აი მწიფე და აი ესეთ ცეცხლოვან ვირჯინიასთანო, რომელიც აი ეს ამ ერთმანეთს ამდიდრებს და აიცით როგორ არის ანოტაციაში სხვა შორის ბევრი შემფასებელიც ამას ამბობს, რომ რაიმე მინუსი თუ აქვს ერთ მხარეს, ეს მეორე იმას უკრობს და რაიმე პლუსი თუ აქვს, ის უფრო წინა პლანზე მოყავს. აი ესეთი ბალანსის რაღაც ფანტასტიკური ეს არისო. ზოგი ამბობს, რომ აი ამის გასინჯვის შემდეგ მე საერთოდ შევეშვი უკვე სხვა ინგლისურ ნაზავებს, ლატაკიურ ნაზავებს და მხოლოდ ეს გადავიდა პირველ ადგილზეო. საუცხო, ფანტასტიკური, შესანიშნავი, განუმეორებელი, სულ ესეთი შეფასებებია. რა თქმა უნდა, მე მითქვამს, რომ ინდივიდუალურია მწეველების ისა და როგორც მე გითხარით, აი ეს ერთ-ერთი ბლოგერი ცნობილი აი ამ დარგში, ვისაც მე ვიყევი და თვლის, რომ ეს არაფლად არ ვარგა, არიან ვინც აი კატეგორიულები არიან და ამბობენ, რომ არ მოწონთ, უკვირთ რატო არის აი ესეთი შეფასებები, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რომ 80% შეფასებების არის რაღაც აღმატებული და რაღაცაზე მაღალ კატეგორიაში აყვანილი და ძალიან მცირე რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ ცუდია არა, ცუდია არის, ამბობს ძალიან ერთეულები და ბევრი ამბობს, რომ არ ვიზიარებ მე ამ ესეთ აღფრთოვანებას და ესეთ აღმატებულ ხარისხში ამ ნაზავის აყვანა, საკმაოდ კარგი ნორმალური ნაზავია. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, აი ასეთი საიდუმლებით მოცული ნაზავია და გვერდს ვერაუვლიდი. ეხა ეს მედოს ვაძველებდე, ხო ამბობენ, რომ ესე იგი დაძველებისთვისაც ერთ-ერთი საუცხო ნაზავია. ამიტომ ნახოთ მე რომელ კატეგორიას ვეკუთვნი. ჩემთვის ეს იქნება მართლა ახალი აღმოჩენა და აი ესეთი სასწაულად კარგი გემოების მატარებელი თუ საშუალო იქნება თუ უბრალოდ საერთოდ არ მომეწონება, რომ იმის მიხედვით შემდეგ შევიძინო თუ არ შევიძინო
მომდევნო პარტიები, მაგრამ აი ესე მედოს და მე ამას უცქერდე და აი ამ იმაში ვიყო, რომ ვაიმე ეს კარგია, არ არის კარგია, ვერ გაუძლებდი ამ ვირჯინიებს. შემდეგ გავსინჯავ მით უმეტეს, აი ნახსენებ ვიჯოუს, როგორი გითხება, მაგრამ მე ჩვენებურად წავითხავ ვიჯო, აი ესე წავიკითხო, გახურად, ხო? აი აქვე უკვე ანოტაციაში წერია, რომ ეს 2003 წლის ვირჯინიის არის დამზადებული, მაგრამ ქვემოთ რეკომენდაციაში წერია, რომ შეძენის შემდეგ შეეცადეთ 10-15 წლის შემდეგ გახსნათ. ხა ვერ გეტყვით მე ამას 10 და 15 წელი თუ შევინახავ, მაგრამ ამბობენ, რომ შეძენიდან, ანუ შეფუთვიდან ამ ნაზავის, ერთი წელი საერთოდ არ უნდა მოკიდოთ ხელიო. ერთი წლის მერე გახსნა შეიძლებაო, 2 წლის მერე თუ გახსნეს არაუშავსო და 3 წლის შემდეგ უკვე შესანიშნავ გემოებს იძლევაო. მე ხარ ვიცი, ხა 3 წელიწადს გონი ვერა, მაგრამ 2 კოლოფი მაქვს. ერთს შევეცდები, რომ მართლა 5 წელი ხელი არ მოვკიდო, მეორეს კიდე აი, არ ვიცი, ამ ზაფხულში ან ზაფხულის ბოლოს გავხსნათ და დავაგემოვნოთ. მოკლედ, დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ მალტიურ მიმინოს და ნახოთ. შეფუთვა სტანდარტული მიწის თხილის და აი მე აუცილებლად გავაკეთებ დაძველებაზე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც აღმოჩნდა, რომ აი ეს შეფუთვა, რომელიც სიმარტიისთვის და სიაფისთვის თხილის წარმოებიდან წამოიღეს თამბაქოს წარმოებლებმა და თითქოს გაიაფეს თავისი ნაწარმი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე უნიკალური შეფუთვა ყოფილა შენახვისთვის და დაძველებისთვის. აი ასეთ კოლოფში დაძველება არის ყველაზე ფანტასტიკური. ესეთი ამოუცნობი რაღაცებიც ხდება. გავხსნათ და ნახოთ პირველი ემოციები. პირველი, აი გასახსნელი ზუსტად თხილის შეფუთვა სატოვე ძაღლი, ზუსტად იგივე შეფუთვა არის. ხო. ესეთი გაუნეს გამდონი. აი ესეთი ლამაზად დაჭრილი თამბაქო. საუცხო სურნელი. აი რა არის იცით? როდესაც გახსნით ინგლისურ ნაზავებს, კარგი კონსისტენცია რასაც. როდესაც გახსნით ინგლისურ ნაზავებს, აი ეს შებოლილის და აი ეს ლატაკის მძაფრი გემო აი უცებ დაგეტაკებათ და აი მძიმეთ და ყოველთვის ვამბობ, რომ კი ეს ძალიან მძაფრია, ძალიან ძლიერია, მაგრამ არ შეგაშინოთ, ეს შემდეგ ნენელა გაოვა, მოწევიზოს ასეთი მძაფრი არ არის და აი ახლა ეს რო გავხსენი, აი ძალიან სასიამოვნო ლატაკის და აი ამ ნაზავის სუნი წამოვიდა ბრიტანულის, მაგრამ აი არ წამოვიდა, აი არ არის ესეთი აი მძაფრი, რომ აი დაგარტყას და აი თითქოს აი პირველად რომ გაშეგაშინებს თითქოს. და აი მე რომ მithქოს რაღაც აი თითქოს რაღაც სიმყრალეშიც რო გადადის. არ არის და აი ამ ხო შეფასებებში ძალიან ბევრჯერ ვნახე, რომ არის ძალიან დაბალანსებული, აი მას ყველა სვამს ხას რომ ძალიან დაბალანსებულია, ბოლიც აი ესეთია, გემოც აი ესეთია და აი პირველ ემოციებში აი ეს ამ მშრალად აი ამ დაყნოსვაზე, ხო? აი ეს ბალანსი თითქოს იგრძნობა, იცით? ეს შებოლილი არ არის აი ესეთი, რომ აი გაგიხიზიანოთ. ყნოსვის ორგანოები და ეს ჩირის და ხმელი თივის არომატები ამ შებოლილ არომატებს
ხო, აი, კარგად, აი, მართალაც, აი, არ ვიცი, ხა ეს გავლენა არის აი ამის წაკითხვის ან მოსმენის და გაცნობის შემდეგ თუ აი მართლა ასე არის, აი ეს ბალანსი რაღაცნაირად აი ერთმანეთს კი, ეთყობა რომ კარგი რაღაცა იქნება. ეხლა მოუწიოთ და იქ ნახოთ როგორია. ხო, იცით, აი, როგორც ეხა ეს პირველი მონქაჩვევია. ჯერ თამბაქო მის ზუსტ გემოვნურთვისებებს სადღაც შუაში მოგცემს, მაგრამ ეხა რა შეიძლება ითქვას? თავიდანვე რა შეიძლება ითქვას, რომ აი როგორც წერენ, აი თითქოს აი ესეთი ბარხატისებური ბოლი აქვს და ფაქტია რომ სხვაგვარი არის აი იმ ინგლისური ნაზავებიდან, რომლებსაც მე ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის არის საყვარელიც და ძალიან ნაცნობი. როგორც აი ესე რომ დავყნოსეთ ქილაში და შევაფასეთ, ზუსტად იგივეს გეტყვით, რომ აი თავიდან არა როგორც აი არ იყო ესეთი მძაფრი ლატაკი, აი მოწევის დროსაც ლატაკის სიმძაფრე არ იგრძნობა. არის ძალიან კარგად დაბალანსებული, აი ვირჯინია იგრძნობა. ხო, ლატაკიაც იგრძნობა, არ იგრძნობა მეთქი კი არა, მაგრამ აი ესე არ ჯაბნის სხვა ნაზავებს და აი ეს შეფასება რომ ძალიან დაბალანსებულიაო, არის ძალიან კარგი. ლატაკის ძალიან მოყვარულებს ერთი წუთით კარს დამხურავ. ლატაკის ძალიან მოყვარულებს ისეც როგორც მე ვარ, შეიძლება აქ ლატაკია ცოტა მიაკლდეს. იმათვისაც უყვართ ინგლისური ნაზავი და უყვართ რომ სადღაც ლატაკიაც იყოს იქვე, იმათვის პირდაპირ ვიტყვი რომ იდეალურია. ყოველ შემთხვევაში ეხლა ის პირველი წუთები არის რომ გავეცანია იმ ნაზავს და ძალიან ორიგინალურია. რაღაც ახალია ჩემთვის პირადად. ფაქტია რომ პირადად ჩემთვის ამ ნაზავს კარგი მომავალი აქვს და შეიძლება ცუდია რომ მე თავიდან რაღაც გვერდი აუარე ამ ნაზავს და არ გავეცანი და დიდი ხანი იგნორირებას უკეთებდი. სხვათა შორის ანოტაციებში წავკითხე რომ ხშირად არისო აი შეუფასებელი არისო აი სადღაც აი მაგრამ მეორე მხრივ არ არის რეკომენდირებული დამწყები მწეველებისთვის
და შეიძლება კარგიც არის, რომ გავიგე რა არის ნაზავები, გავერკვიე, ლატაკიურ ნაზავებში ჩამოვყალიბდი, რა არის სტანდარტი, რა არ არის სტანდარტი და შეიძლება აი ახლა რო უკვე ბევრი რაღაცა კარგად მესმის, აი ახლა რო მივედი ამ ნაზავთან შეიძლება უკეთესი იყოს. ვირჯინის სიტკბო აქ კარგად იგრძნობა. სხვა ინგლისურ ნაზავებში და ჩემთვის საყვარელ ნაზავებში ეს ასე არ იგრძნობოდა. არ ვიცი ხა ეს პლუსია, ეს მინუსია, იცით რა, ხანდახან ხორის ხასიათზე ხართ, ხანდახან რის ხასიათზე ხართ. ანუ რისი თქვა მინდა. არ ამგონია რომ ამ კატეგორიას განვეკუთვნო ახლა ამ ნაზავებთან მიმართებაში, ვინც იტყვის რომ აი მე სხვა ინგლისურ ნაზავებში შევეშვი პეტერსონის Nightcaps და რაღაცას და უკვე ამაზე გადავედი და ეს გახდა ნომერ პირველი ჩემი ნაზავიო, მაგრამ აუცილებლად გეტყვით, რომ ეს ნაზავი აუცილებლად დარჩება ჩემს არსენალში. და მაშინ როდესაც მეტი ლატაკია მომინდება იმათ მოვწევ და როდესაც უკვე ვირჯინიასთან უფრო დაბალანსებული და აი ორივეს გემო რო კარგად გავიგო, რაღაც შეიძლება სიტუაციაში აი ამის მოწევის ხასიათზე უფრო ვიყო. ჯერამას დრო დაჭირდება და ბევრი რო ერთი კოლოფი მაინც უნდა მოვწიო, რომ ზუსტად ჩავმიყალიბდეს. თუ რადონეზე მომეწონა და შემიყვარდა მეთქი, მაგრამ რომ მომეწონა უკვე ფაქტია. მოდ გრილად იწვის, კარგად იწვის. კარგი ირლანდიური, არა, შოტლანდიური ვისკი მაქვს. მომზადებული და იმასთან ერთად გავაგრძელებ ცოტა ხანში აი შუა ჩიბუხში რო ჩავა. არ გააფუჭოთ ეს ინგლისური ნაზავი შოტლანდიური ვისკის გარეშეო და დაუჯერე ერთ-ერთ ბლოგერს და მართლაც კარგად წავიდა. აქ შოტლანდიური ვისკიზე გაგიმარჯოთ. ისეთ მე მგონი მივაგენი ჩემთვის ზაფხულისთვის იდეალურ ინგლისურ ნაზავს. ნუ არ არსებობს ზაფხულის და ზამთრის როგორც თქვი მე ერთ და კიდევ მეორე თამბაქოები, მაგრამ მე მაინც ჩემთვის დაყოფილი მაქვს რა უფრო სიცივეში, სიგრილეში მოსაწევია, რა სიგრილესთან ასოცირდება, რა სიცხესთან და აი ზაფხულის სიცხეში თუ მომინდება ლატაკიური ნაზავი, აი იმისთვის რომ ლატაკია მცირე რაოდენობით არის. და ვირჯინია უფრო იგრძნობა. ეს უფრო იდეალური იქნება ზაფხულისთვის. კიდევ გამეორებ ახლა პირველი მოწევით მე ვერ ვიტყვი მის ჩაანაცვლოს თორა ჩემს საყვარელ ინგლისურ ნაზავებს მაინც მგონია რომ Nightcaps ეს ვერ ჩამინაცვლებს, მაგრამ ჩემს საყვარელ ნაზავებში იქნება. თამბაქოების რიგში იქნება. და აუცილებლად შევიძენ ერთ კოლოფს ან რამოდენიმე კოლოფს და დავაძველებ და წლების შემდეგ გავხსნი.
მე როგორც მიდრეკილს ენის კბენისკენ არანაირი რაიმე მსგავსიც კი არ ჩანს. და საკმაოდ კომფორტული და კარგი მოსაწევია. ორივე სიტყვა უნდა გითხრათ თავად აი ამ თამბაქოს შემოქმედზე გრეგორი პიზზე ეს არის ძალიან ცნობილი ადამიანი თამბაქოს სამყაროში და GLP-ს გრეგორი პიზი არის წამყვანი ბლენდერი თამბაქოს მოყვარულები თვლიან რომ ინგლისური ნაზავების ყველაზე უდაო სპეციალისტი არის დღესდღეობით. ეს კი GLP-ს თამბაქოების პირველი დეგუსტაცია იყო, ჩემი პირველი შეხება იყო და მე დადებითად ვარ განწყობილი და გული მწყდება რომ რაღაცნაირად გვერდიაო არის აქამდე. ნახოთ შემდეგ სხვა მისი ნაზავებიც მაქვს შეძენილი და ნელ-ნელა მივყვები. კიდევ ბოლო წლებია GLP-მ ცალკე ხაზი გახსნა უფრო ლუქსური ლუქსის კლასის თამბაქოების ხაზი, შემდეგ ვიტყვი ამაზე დიდი ნადირობა არის იმ თამბაქოებზე, არის შოება და ამბობენ რომ დღეს არის ყველაზე ტოპი ინგლისურ ნაზავებშიო. 3 მათგანი უკვე ვიშოვე, როგორც იქნა. 2-მა ჩამოაღწია, ერთჯერ არის ჩამოსული და შემდეგ ერთად გავაკეთებ მათ განხილვასაც. ეთქობა ცოტა გაშრობა უნდა და ამ თამბაქოს თითქოს არ იყო ნოტიო და სველი, მაგრამ მოწევის დროს ეთქობა რომ ცოტა უფრო რომ გაომეშრო, უფრო კარგი იქნებოდა. ან არა, რა ვიცი, ნახავ, ეხა ეს მე პირდაპირ როგორც კი გავხსენი კოლოფიდან პირდაპირ უკვე ჩავაკეთე და მოვწიე, ასე ვაკეთებ ყოველთვის. შემდეგ ცოტას გამოვაშრობ და მოვწევ და შევხედავ და მოკლედ აი ესეც დის და გასინჯვის მეთოდებით შემდეგ მივდივარ რაღაც იდეალურ ემასთან და თქვენც ასე გირჩიოთ. გააკეთოთ. ზოგს უფრო ძალიან გამომშრალი უყვარს, ზოგს უფრო ნოტიო უყვარს თამბაქო. ვიღაცა ერთსა ძაგებს, ვიღაცა მეორეს, მაგრამ არასდროს არავის არ დაუჯეროთ. ყველას მოусმინეთ და თქვენი ინდივიდუალური გამოიმუშავეთ. იცით ვეწევი და საუბარი არ მინდა. სხვათა შორის ერთ-ერთ ანოტაციაში ეწერა რომ თავი შერლოკ ჰოლმსი არა რაიმე გამომძიებელი მგონია. ვეწევი და რაღაცებზე სამხილებზე ვიწყებ ფიქრსო. აი ასეთია რა. ვარ დაგღალოთ, ძალიან გემრიელია, ორიგინალურია და შეიძინეთ, გასინჯეთ და დარჩე შემდეგ მოგახსენებთ 1-6 შვილისთვის მე კიდე გავიხსენოთ ეს თამბაქო და თავიდან შევაფასოთ. ნახოთ რა ემოციებს მოგვიტანს. ეხლა კი ყველაფერი დადებითი მოიტანა. ეხა იმ პირველი გასინჯვის შემდეგ მე მაგალითად 10 ბალიანი ქულიდან 8-ს დავუწერ. თამამ 8-ს. შევხედავთ შემდეგ მოიმატებს თუ მოიკლებს ეს შეფასების ქულები. მომავალ შეხვედრამდე.